კაი გამარჯობა, მე გიორგი ლიპარაშვილი ვარ, იგივე ლიპარა, მოსწავლებელი და დღეს ლიპარასკევაა ჩვენი გადაცემის დღე და დღეს ერთ წიგნს გაგაცნობთ, წარმოგიდგენთ, რომლის ერთ პატარა ამბავს ქვია შლაპა, მაგრამ სანამ შლაპას აგიკითხავთ, მანამდე თვითონ წიგნზე გეტყვით ორიოდე სიტყვას. ეს არის ზაირა არსენიშვილის ერთ-ერთი საყვარელი და ძალიან ღრმა, მოფიქრალი, მოაზროვნე და მოქართულე და საქართველოზე შეყვარებული და პროფესიონალი ადამიანის, მწერლისა და სცენარისტის მოთხრობების კრებული, რომელსაც ქვია შახაბაზა და სხვა მოთხრობები. წიგნს კი ასე კი ცოტა პატარა აწერია, მაგრამ უფრო არასაბავშვო წიგნია, მაგრამ ალბათ იმიტომ არის, რომ ეს წიგნი თითქოს ყველა ვიყავით, თითქოს კი არ ვიყავით ბავშვი და ალბათ ამიტომაც უნდა წავიკითხოთ, იმიტომაც რომ ჩვენი ბავშვები მსგავს დღეში აღარ იყვნენ რა ამბებიც ამ წიგნში ზოგიერთ ამბავში ტრიალდება. მოკლედ მე რამდენიმე ამბავს წაგიკითხავთ და ვნახოთ როგორ ხდება აქ ამბები. ეს არის მოთხრობების კრებული, სხვადასხვა წიგნებიდან ამუნარიდები და მეც ამუნარიდებს წაგიკითხავთ. ერთ-ერთი პირველი კენჭებიდან, მისი წიგნიდან და მოთხრობების კრებულიდან ამუნარიდი. მაშ ასე ვნახოთ პირველი. კენჭები, საბჭოთა დროის პარადოქსები. თან კაი ის არის, რომ წიგნის გვერდებზე არის სულ სქოლიოები, განმარტებები და ის სიტყვა, რომელიც ცოტა უცხო, ცოტა უცნაურად ან არა ცნობილად ეჩვენება, ყველა სიტყვას აქვს თავისი განმარტება. როგორც მაგალითად პარადოქს. პარადოქსი არის არაჩვეულებრივი, მოულოდნელი, უცნაური აზრი, მსჯელობა, რომელიც მკვეთრად განსხვავდება საყოველთაოდ აღიარებულისგან. ეწინააღმდეგება საღაზრს ზოგჯერ მხოლოდ ერთი შეხედვით. მაშ ასე. ყველა ეს ამბავი დღევანდელი გადასახედიდან წარმოუდგენელია და დაუჯერებელი. ვინც არ მოსწრებია, შეიძლება არც დაიჯეროს. არ გამიკვირდება, მაგრამ ასეთი იყო აბსურდული საბამობებით სავსე ჩვენი ცხოვრება, ტოტალიტარული საბჭოთა კავშირი. განსაკუთრებით კი სტალინის სიკვდილამდე და შემდეგაც. თუმცა არა ისეთი მძვინვარებით. ასე მგონია ეს კენჭები საბჭოთა ისტორიის ერთი წინწყალია. ჭაობის ერთი წვეთი, რომელშიც შეიძლება ილანდებოდეს საბჭოთა ადამიანების ტრაგიკომიკური ყოფა. ტოტალიტარიზმის განმარტებას წერია სკოლიოში. ტოტალიტარიზმი ეს არის სახელმწიფოს მმართველობის ფორმა, რომლის დროსაც სახელმწიფოს ფუნქციონირებასა და მოქალაქეთა ქცევას ხელისუფლება წარმართავს. ეს საზოგადოდ ფაშისტური და კომუნისტური რეჟიმების აღმნიშვნელი ტერმინია. ტოტალიტარული იყო საბჭოთა კავშირში გამეფებული მმართველობის სისტემა. ძალიან გავს ეს ყველაფერი დღევანდელ ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ ამბებს. აი ერთ-ერთი შემდეგი მოთხრობა, ჩანაწერი ამბავი არის ესეთი, რომელსაც ქვია შიშს დიდი თვალები აქვს. ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი და ბრწყინვალე ორატორი გათვალული იყო. გათვალული ნიშნავს ავითვალით შეხედავს, ვიღაცას რო შეხედავენ, თითქოს თვალით მზერით ავნებს. გათვალული ვისაც თითქოს ასეთი თვალით შეხედეს. ხო და მოკლედ ეს ფილოსოფოსი გათვალული იყო. წარამარა იბარებდნენ შინსახკომში. შინსახკომი კი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი იყო 1947 წლებში, შემდგომში დაერქვა შინაგან საქმეთა სამინისტრო. და ქალაქიდან გასვლის უფლებაც არ ჰქონდა. არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ სადაც დაიჭერდნენ და მართლაც დაიჭირეს კიდეც. მაგრამ სანამ დააპატიმრებდნენ, თავის ასეთ მდგომარეობას არ ეპუებოდა. საღამოობით თავის ძაღლთან ერთად დასეირნობდა ქალაქის ქუჩებში და ყველა მის თავაღერილ ფართო ნაბიჯით სეირნობას ქალაქის ცენტრში, ზემელიდან კიროვის ბაღამდე, ახლანდელ ვერის ბაღამდე. და ასე განსაჯეთ ბაღში ჯდომას შეუპოვრობად უთვლიდნენ. ერთი ცნობილი მეცნიერ აკადემიკოსი და თან მეზობლად მცხოვრები კი აღშფოთებას ვერ მალავდა. რა არის ეს, რა დღეში გაგდებს ეს კაცი, ასე არ ხინად რომ დასეირნობს, ასე გამომწვევა და იძულებულს ხლის გზა აუქციო და ქუჩის მეორე მხარეს გადახვიდე, რასაც კიდევაც აკეთებდა, მაგრამ თუ ვერ მოასწარი და პირისპირ შეეჯახები, რა უნდა ქნა? თუ მიესალმები და ხომ შეიძლება ჩვენს მისი ბედი გელოდეს? და წარმოიდგინეთ, ვერავინ ეუბნებოდა ამ აკადემიკოსს, შექვეშაფსია, შეგსხვეს კაცობაო, რადგან უმრავლესობა სწორედ ასე იქცეოდა. შემზარავია დიდი ტერორი. აი დიდი ტერორს კი უწოდებდნენ იმ ორ წელიწადს საქართველოში რეპრესირებული იქნა 29051 პირი, მათგან 14669 გადაასახლეს და 14372 კი დახვრიტეს. თან არაფრის გამო. შემდეგი ამბავი არის შლაპა. ნახოთ რა ხდება აქ. ეს არის
დოკუმენტური ამბები, ნამდვილი ამბები, რომელსაც აღწერს ზაირა არსენიშვილი. სწორედ იმ წლებში ტერორისა და რეპრესიების დროს რეპრესიები კი არის სახელმწიფო მხრიდან პოლიტიკური ან სავარაუდო მოწინააღმდეგისადმი მიმართული უკანონო ზემოქმედება, მაგალითად საცხოვრებელ ადგილას შეჭრა და ჩხრეკა, პირადი საკუთრების განადგურება, მშობლიური ენის გამოყენების აკრძალვა, რელიგიურ წესჩვეულებათა აღსრულების აკრძალვა, პოლიციის განსაკუთრებული სისასტიკე დაპატიმრების დროს, უიარაღო ადამიანების და დემონსტრაციების მშვიდობიანი მონაწილეების ცემა ხელკეტების გამოყენებით, ძალადობრივი გასახლება, დაპატიმრება, მუქარა მოწინააღმდეგეთა ოჯახის წევრების მიმართ, წამება და დასახიჩრება, წინასწარ განზრახული ხოცვა-ჟლეტვა, კატორღული შრომით, ცუდიკვებით, ძილის აკრძალვით, ადამიანების განადგურება, შრომით ბანაკებში და სხვა. ეს ყველაფერი არის რეპრესიები. გეცნობათ ხო ალბათ სიტყვის მნიშვნელობაც. მოკლედ ესე ხდება შლაპაში. სწორედ იმ წლებში ტერორისა და რეპრესიების დროს ლენინგრადის ნომერ 3-ში, ახლანდელი პეტერბურგის ქუჩაზე პლეხანოვზე, სადაც ჩემი უახლოესი მეგობარი ცხოვრობდა, მივიდა თურმე ახალგაზრდა ფორმიანი იქიდან. და ქურთ მეეზოვე ფარეზას ეკითხება, აქ შლაპიანი ვინა ცხოვრობსო. როგორც ჩანს ახალბედა იყო, სანიმუშო თავგამოდებით სავსე, განსაკუთრებული სიფხიზლით აღჭურვილი და თვითონ უბირს ყოველი ინტელიგენტის შეფარული ხალხის მტერი ეგონა და შლაპასაც ინტელიგენტობის ნიშნად თვლიდა. მეეზოვე ფარეზამ დაიფიცა თურმე მე აქ შლაპიანი არავინ მინახავსო. მერე კი ჩემი მეგობრის რუსუდან გაგუას მამას შესანიშნავ ინტელიგენტს უმუშევარ იურისტს, რადგან ბატონ რაჟდენს მიეჩნდა, რომ რეპრესიების დროს შეუძლებელი იყო იურისტის პატიოსთან მუშაობა, შეშინებული აფრთხილებდა ძია რაჟდენი. შლაპა, ძია რაჟდენ, შლაპა აღარ უნდა დაიხუროთ. იცოდეთ თორემ, შლაპის გულისთვის ღიის ციხის კედლების ლესვაო. ეს და კიდევ ბევრი სხვა მსგავსი ამბები ხდება ამ წიგნში არის ჩაბუდებული, ძალიან ბევრი ლამაზი ფრაზა შეიძლება შეხვდეთ და ამოიკითხოთ. მაგალითად კიდევ ერთ-ერთ ესეთ შეხვდებით, ამუნარიდი მე ხაზგასმა მიყვარს ხოლმე ფანქრით კითხვა და სულ ესე ვკითხულობ წიგნებს. კარგა ხანია. კიდევ რისთვის მიყვარს გზა და ფიქრის ბუნებაზე მაყენებს. ახლაც გავყურებდი შარას და ვფიქრობდი, რა ძნელია კეთილი იყო მეთქი, რა ძნელია ბობოქარ სურვილებს ზურგის შეაქციო მეთქი და რა ძლიერია მამა რომ ეს შეუძლია მეთქი. ამაგარია ხო ესეთი მამა რო ყავს. კიდევ არის ესეთი ერთი ხაზგასმული ჩემი პატარა ამბავი. ასე ერთბაშად უმნიშვნელო და უჩნარი რომ გავხდი, ალბათ ქაღალდის მონახევად აღარავის მივაჩნივარ მეთქი. ესეც კიდევ ერთი ამბავი და კიდევ ბევრ სხვა ამბავს შეხვდებით, რომელიც ძალიან მძიმეა, არანაირი აქ იუმორიც კი არ არის შემოტანილი, იმიტომ რომ მხოლოდ სიმძიმისთვის არის ადგილი, რაც ხდებოდა, რაც ალბათ იწინასწარმეტყველა კიდევაც ზაირა არსენიშვილმა, რომ თითქოს განმეორდებოდა კიდევაც რაღაც კუთხით. მე მაპატიოს ბავშვებმა დღეს არასაბავშვო ლიპარასკევებისთვის, თუმცა ლიპარასკევობა არ არის მხოლოდ საბავშვო, ეს არის ადამიანებისთვის გადაცემა, დიდებისთვისაც და პატარებისთვისაც. ეს წიგნიც არ არის საბავშვო წიგნი, არასაბავშვო წიგნია. შეგვიძლია რომ დიდებმა წავიკითხოთ, მშობლებმა და მე შვილებს ჩვენებურად სიმართლე მოუყვეთ, რომ იცოდნენ რა ხდებოდა და რა ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში. სულ ეს იყო დღეს რაც მინდოდა მეთქვა. ზაირა არსენიშვილს დიდი მადლობა თავისი შესანიშნავი ენისთვის, გამბედაობისთვის და სიმართლის გადმოცემისთვის და მადლობა იმ ადამიანებს, ვინც დღესაც სიმართლეს ხმამაღლა ამბობენ, წერენ, აზიარებენ თუ ახმოვანებენ. მადლობა ბრძოლისთვის, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება საქართველოს. დროებით.